so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. პარადოქსულ ქვეყანაში გავიზარდე მე, ქვეყანაში რომელშიც დისიდენტი მაშინ იყო ზვიადი, მერაბი, კიდევ რამდენი მათი ჯგუფი, კლასიკური დისიდენტი ეს იყო, ერთი ჯგუფი, 10 კაცი დაუშვათ, გაჭირ გამოჯი 20 იყოს. მაგრამ დისიდენტური განწყობა იყო, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, იმ ხალხში, რომლებიც იყვნენ ამავდროულად პარტიის წევრები. იმიტომ რომ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდი საბჭოებს არ მიახსენებდი რა თუ იქნებოდი პარტიის წევრი. დედაჩემი მომღერალი იყო, მაგრამ უნდა ყოფილიყო პარტიის წევრი, წასულიყო დაუშვათ გასტროლებზე სოციალისტურ ქვეყანაში თუნდაც, ხო? ან თქვათ ბებიაჩემი ენათმეცნიერი უნდა ყოფილიყო პარტიული, იმიტომ რომ თქვათ გაიხსნა ფრანგული ფონეტიკის კათედრა რაშუაში ერთმანეთთან, ხო? მაგრამ ესე იყო. მე არ დამავიწყდება ჩემი მასწავლებელი, ასე 60-იანელი ვსევოლოდ ვილჩიკი ყველანაირად დისიდენტი თავის არსი და რომელიც ასევე პარტიული ყოფილა, როგორც მე გაერგვა, ცხოვრობდა თურმე ტაშკენტში და აი ტაშკენტის აი მუზარმაზარი ყველაფრის დამანგრეველი მიწისძვრის დროს სახლიდან გამოვარდიო, მიყვებოდა ნახევრად შიშველიო და მე უკან შევარდი პარტბილეთი გამოვიტანო. ანუ ის ფული თუ რაღაცა და ანსაცმელი კი არ გამოიტანა. პარტბილეთი გამოიტანა, იმიტომ რომ აი ამ კაცს, რომელიც მთელი თავისი არსით იყო წინააღმდეგი აი ამ იდეოლოგიის, რომელიც იყო თქვათ ქვეყანაში, მაინც იფიქრა, რომ ეს თუ არ გამოვიტანა, თავი დამკვიდრავენ. და მიწისძვრის დროს გამოიტანა პარტბილეთი. ხვდები, აი ასეთ ვითარებაში, ასეთ სიმახინჯეში ცხოვრობდით. ამიტომ ამისგან გათავისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო 14 აპრილი, როცა ენა დავიცავით. მერე უკვე ნათელი ხდებოდა, რომ იცი რა დაშვება მოხდა, რომ თუ შენ ეს გააკეთე, ესე იგი utopia არ არის ის, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს. თავარი იდენტობა ქართველის ყოველთვის იყო ენა. ეს არ არის შემთხვევით სიტყვების ენა მამული სარწმუნოება, ხო? მაგრამ სარწმუნოება იმ პერიოდში არ არსებობს რეალურად. ხო, კი ბატონო, არის ხა საპატრიარქოს, პატრიარქიც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი იგზალებოდა და იქ ნახევარი ხალხი ვინც დღეს მარხვას არ აცნეს და ტელეფონით გილოცავს ყოველდღიურად რაღაცა მას დღესასწაულებს, თვითონ იდგნენ იმასთან ეკლესიებთან და იწერდნენ ლიტანიობის დროს მის შევიდა ეკლესიაში და მე გამოვიდა. ხო, ესეც ჩვენი რეალობაა. ის 37 მანეთი, რომელიც მოარული, რომელზეც ლაპარაკობენ 37 მანეთად მოსკოვში მიფრინავდი და რაღაც. ხო, ჯერ 37 მანეთად ვერ შეგვიფრინავდნენ, 37-ად წახვიდოდი და 37-ი მეორე რჩებოდა, უკან ჩამოსულიყავ. ხო, ხა ჯამში ეს არის 74, იქ 37 და 50 იყო, 50-ს აკლებენ და 75 მანეთი მაშინ იყო ხელფასის ნახევარი, იმიტომ რომ ამას რო ამბობენ, არ ამბობს ხელფასი რამდენი იყო. ხელფასი იყო 150 მანეთი, კარგი ნორმალური ხელფასი და ეს ნიშნავდა, რომ ის ბილეთი არაფერი ისეთი იაფი არ იყო. ჯამში იყო ერთი თვის მონაგარის ნახევარი და ამას ემატებოდა კიდევ უნდა გეცხოვრა იქ, ხო? რუსეთში თუ მოსკოვში თუ სადაც გადახვიდოდა. და ეს იცი რა არის? ეს უფრო მათი აუსრულებელი უცნებებია, ვიდრე ის რეალობა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. უბრალოდ ესენი არ ყოფილან იქ. ამათ არ ქონიათ ის 37 მანეთი. ვერ დადიოდნენ და იციან ვიღაცის მონაყოლი. აი ეს ვიღაცის მონაყოლი ახლა მოუყვენ კიდე თავის შვილებს, ისინი შეერაღდნენ ამეთი და იმას დემონსტრაციით დადიან ქუჩაში და მას გაიძახიან რა კარგი იყოს საბჭოთა კავშირი. და არ იყო კარგი საბჭოთა კავშირი. არ იყო. ყველა დიდ პროცესს, გლობალურ პროცესს მოყვება შეცდომები და ამ შეცდომების გარეშე არ არსებობს. შეცდომას არ უშევს ის, ვინც არც არ აკეთებს. მაგრამ შეცდომის აღიარება, შეცდომის გამოსწორებაზე ფიქრი. როგორ შეიძლება რომ საქართველოში რაც კი ხელისუფლება მოვიდა, არც ერთი ხელისუფლება, ყველა ხელისუფლება იწყებს თავის ქვეყნის ისტორიას თავისი მოსვლის დღიდან. აი დააკვირდით, ყველაფერი იქამდე რაც მოხდა არის ცუდი. და ყველაფერი კარგი არის იწყება მხოლოდ ამათი პირველი ხელმოწერილი რაღაცა ბრძანებით, ხო? ასე იყო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. ანუ
ჩვენ ცხოვრობთ იცი რაში არსებობს ესეთი არ ვიცი იგავარაკეთ რა არის ხო როცა რაინდი მიდის დასამარცხებლად იმის რა ქვია დრაკონის და მე აღმოჩნდება რომ ის რაინდმა მოკლა დრაკონი ოღონდ მე თვითონ გახდა დრაკონი ჩვენ ვერ ვისწავლეთ წერტილის დასმა მე სულ ვცდილობ თელი ჩემი ცხოვრება ახლა ყველაფერს მე რეფლექსია შენ თავზე აკეთებ ხო რაღაცას სულ ვცდილობ რომ წერტილი დავსვას რაღაც და გადავფურცლო და ვფიქრობ რომ რაღაცებში გამომივიდა ეს მაგრამ მაინც მაბრუნებს სულ ვიღაცა უკან მეუბნება რომ მოიცადე და ეს არის ხო და აბე წადი ახლა გაიხსენე და ისევ გაბრუნები 10 წელი 20 წელი 30 წელი უკან და ჯო გავიდა ესა და დამთავრდა და უნდა დასვა ეს წერტილი და დაამთავრო თქვა რომ ცუდი არის ცუდი შავი არის შავი თეთრი არის თეთრი გაცილებით უკეთესი და მაღალი დონეა ჟურნალისტიკის საქართველოში ვიდრე ბევრ ჩვენზე განვითარებულ და ჩვენზე გაცილებით დალხენილ ქვეყანაში მაგრამ ასეთი უფლებო ასეთი დაჩაგრული ასეთი იმაზე ჩამოკიდებული ვიღაცის ჯიბეზე ჟურნალისტიკა ზუსტად ისეთივე საფრთხეა ქვეყნისთვის როგორც ნებისმიერ რაღაცა სხვა ჩემნაირი ადამიანი ბევრია რომელიც ცდილობს რომ წერტილი დასვას და მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანებს ცოტა მეტი გაკეთებას მართებთ თუნდაც იმისთვის რომ ვიღაცას გააგებიან თავიანთი პოზიცია ხო იმიტომ რომ არ მგონია რომ ჩემზე მეტად ნაწყენი იყოს ვინმე წინა ხელისუფლებას და ის რომ მე თქვა რაღაცა შეიძლება არ მომეწონოს დღეს ეს აბსოლუტურად დანიშნავს რომ მე მომწონს ის რაც იყო გუშინ ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ იმისთვის რომ მათ ჩვენზე იზრუნონ მე კი არ უნდა ვიზრუნო იმაზე იმის კეთილდღეობაზე ის უნდა ზრუნავდეს ჩემ კეთილდღეობაზე ასე უნდა ყოფილიყო იმ 4 ფორმაციის დროს რომელიც საქართველოს გამოიარდა არც ერთხელ არ იყო ეს სამწუხაროდ პატარა ქვეყანა ძალიან პატარა ქვეყანა ძალიან ცოტანი ვართ რაღაცა წერტილი უნდა დაისვას და დაიწყოს თავიდან ადამიანების ურთიერთობის აღდგენა იმისთვის რომ ნორმალური და ჯანსაღი საზოგადოება შედგეს წინამდელ შემთხვევაში ჩვენ სულ ესე ვიქნებით შემდეგი ხელისუფლება მოვა გაასამართლებს ამას იმის შემდეგი გაასამართლებს იმას თუ ჩვენ გვინდა რომ გადავრჩეთ როგორც ერი კონდეს მე ჩვენი ენაც კულტურაც მომავალიც ამ ბავშვებს კონდეთ მომავალი ამ ძალიან კარგ ბავშვებს ხო მაშინ ჩვენ რაღაცაზე უნდა შევჯერდეთ ეს ხალხი და არ შეიძლება ასე ვიყოთ ხო მე აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ ახალი თაობით საბედნიეროდ ჩვენთან დღეს ძალიან დიდი რაოდენობით არის და მე გაკვირვებული სასიამოვნოდ გაკვირვებულია რომ ამდენი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი და თავისუფალი არჩევანის თვის მებრძოლი ადამიანი არსებობს ეს უნდა შევინარჩუნოთ თუმცა წინამდელ შემთხვევაში ამ ქვეყანას არა აქვს მომავალი თავისუფლება არის ეს შენი არჩევანის არსებობა და ეს არჩევანი როცა გაქვს შეღარ თავისუფალი როცა არა გაქვს მაშინ ხდება ეს რაც ხდება ჩვენზე და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს როცა შენ თავს ეკუთვნი და შენ ფიქრობ რომ იცი რა ეს არა ეს აი მე საერთოდ წავიდი აქეთ მოწავიდი აქეთ მოწავიდი და არავინ არ გეუბნება შენ რო არა გენებ თუ არა მოდი მოგვიმდი ახლა წადი აქეთ ხო მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის არის ძალიან დიდი ნაწილი რომელსაც ჭირდება როგორც ჩანს სამწუხაროდ აი ეს ვიღაცა ვინც მოკიდებს ხელს და ეტყვის რა აქეთ იქით არა იქით უნდა წახვიდე და ამის მაგალითებს ხედავ ჩვენ დღეს ხო დღესაც გუშინ წინაც ეს არ არის ეს არის 35 წლიანი თუ კიდევ უფრო მეტი პერიოდი როდესაც ვიღაცეები წვეტენ შენ ბედს და შენ რატომღაც აი ამ 70 წელმა თუ კიდევ უფრო მეტმა იმ 200 წელმა მოიტანა ის უბედურება ადამიანებს დაავიწყეს აზროვნების წართვის აზროვნების უნარი და აზროვნების უფლება მე არ ვიცი ასე ქვეყანა ვერ მით უმეტეს პატარა ქვეყანა ვერ იარსებობს უბრალოდ ქართული გენი იმდენად ძლიერია რომ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ მაინც რაღაცა გონიერება აუცილებლად გაიმარჯვებს არ შეიძლება სხვანაირად რა არაფერი ალოგიკური დიდხანს არ ძლებს ამიტომ
რაღაცა ლოგიკა გაიმარჯვებს და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული იმაში, რომ ქართული საზოგადოება იპოვის სწორ გზას ქვეყნის განვითარებისთვის. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.